ბიძინა ივანიშვილი კონტროლის პალატას დაკისრებულ ჯარიმას 2,700,000 ლარს არ გადაუხდის. ბიზნესმენის ადვოკატი კი ამბობს, რომ უკანონო დაჯარიმების გამო კონტროლის პალატის წინააღმდეგ საჩივარ სასამართლოში შეიტანს. ზაქარია კუცნაშვილის განმარტებით ბიძინა ივანიშვილმა პირადი ანგარიშიდან ფული საკუთარ ადვოკატებსა და კონსულტანტებს გადაურიცხა. ადვოკატის განმარტებით ამ ადამიანებს ეს თანხა ქართულ ოცნებაში საქმიანობისთვის არ მიუღია და ამას კონტროლის პალატა ვერ დაამტკიცებს. კანონის შერჩევითობაზე დღეს საერთაშორისო გამჭვირვალობის წარმომადგენლებით საუბრობდნენ. დეტალებით თიკა ანტღულაძე. კონტროლის პალატის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დაკისრებული მორიგი ჯარიმის ოდენობა ამჯერად 2,700,000 ლარია. მონიტორინგის სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის წევრებს პირადი ანგარიშიდან თანხა უკანონოდ გადაურიცხა. ახლა კი კონტროლის პალატა ბიზნესმენს უკანონო დაფინანსების 10 მაგი ოდენობის სახელმწიფოსთვის დაბრუნებას ავალდებულებს. კონტროლის პალატის მიერ მიღებული მორიგი უკანონო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმების შესახებ უკანონოა იმის გამო, რომ მისი ქმედება უკანონოდ შეიძლება ჩათვლილიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ფიზიკური პირები, ეს ადვოკატები, ეს სპეციალისტები და ეს თქვა პიარისტები გაუთანაბრდებოდნენ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. აქედან გამომდინარე, ამ უკანონო გადაწყვეტილებით კონტროლის პალატას გამოუვიდა ისე, რომ ადვოკატები საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები ესენი არიან პოლიტიკური პარტიები ან მათთან გათანაბრებული პირები. ზაქარია კუცნაშვილის მსგავსად კონტროლის პალატის გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ ის პირებიც, ვინც მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სიაში მოხვდნენ. 16 კაციან ჩამონათვალში ირაკლი ალასანიას პარტიის, რესპუბლიკელებისა და ქართული ოცნების წევრები არიან. არჩილ კბილაშვილის თქმით, კანონი პარტიული მოღვაწეობის პარალელურად პროფესიული საქმიანობის შესრულებას არ გრძელავს. ადვოკატმა არგუმენტად პირადი მაგალითი მოიყვანა. ის ერთდროულად ქართული ოცნების წევრიც არის და ბიძინა ივანიშვილის უფლებების დამცველიც. თანხა კი საადვოკატო მომსახურებისთვის მიიღო. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ მე ვარ ადვოკატი და იმთავითვე ვიყავ მისი ადვოკატი და ანაზღაურებას, რომელსაც მე ვიღებ როგორც ადვოკატი და არა როგორც ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო. დროში რო შევხედოთ საკითხს, გეტყვით, რომ მე მაგალითად ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხში ჩართული ვარ გასული წლის ოქტომბრიდან. ვღებულობ პროცესებში მონაწილეობას როგორც ადვოკატი. რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას, ეს დაიწყო 2012 წლის 15 თებერვლიდან, როდესაც საინიციატივო ჯგუფის წევრად დამასახელა. ისმის კითხვა, იანვარში მიღებული ხელფასი, რომელიც მე მივიღე, რატომ მოხდა ამ დადგენილებაში და რა შუაში ეს პოლიტიკური შეხედულება იმ საქმიანობასთან, რასაც მე ვავრცელებ. ერთის კონტროლის პალატა ამბობს, რომ პირმა განახორციელა პოლიტპარტიული აქტივისტების დაფინანსება, არაპარტიული, ვთქვათ, თვითონ ოცნების სახსრებიდან, არამედ პირადად. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ეს უნდა იყოს დასჯადი, თუმცა სხვა შემთხვევაში, როდესაც საუბარია იმაზე, რომ პირი იყენებს საკუთარი, ვთქვათ, ადვოკატის რესურსებს ან ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სახეზე არ არის დარღვევის ნიშნები. ჩვენ დღეს ვაპირებთ უკვე დავიწყოთ კონტროლის პალატას, თქვა თითოეული ქმედების შესწავლა ეს შენგეხებას ფარგლებში და გამოვიძიოთ, თქვა სხვადასხვა ფაქტი, რის საფუძველზე მოხდა, თქვა ამა თუ იმ აქტის გამოცემა და ასე შემდეგ. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში განმარტავენ, რომ კანონს კონტროლის პალატა შერჩევით იყენებს. მაგალითად, მონიტორინგის სამსახური თუ ბიძინა ივანიშვილის ფულად გადარიცხვის საზოგადოებას ღიად უჩვენებს, ნაციონალური მოძრაობის დამფინანსებლების ვინაობა დღემდე გაურკვეველია. ამ საკითხზე საუბარი არც მართულ პარტიაში ისურვეს. იმ შემთხვევაში, როდესაც კონტროლის პალატამ გარკვეულ პრობლემებთან დაკავშირებით გააკეთა აქცენტი ნაციონალური მოძრაობის შემოწირულობებთან დაკავშირებით, ჩვენი მხრიდან დროულად იყო რეაგირება გაკეთებული. ჩვენ შესაბამისად 3 დღის ვადაში ეს თანხები გადავრიცხეთ სახელმწიფო ბიუჯეტში. განსხვავება ჩვენ შორის ის არის, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები თვლიან, რომ მათ დარღვევები არ აქვთ ამ კონტროლის პალატის მიერ მსგავსი პრობლემების გამოვლენაზე არ რეაგირებენ, სწორედ ამას მოყვება ხოლმე ჯარიმა. ჯობია ალბათ, რომ ნაცვლად უსაგნო თითის გაშვერებისა საკუთარ ფინანსებში ჩაიხედოს. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების თქმით, ბიზნესმენი ამ თანხას არ გადაიხდის და კონტროლის პალატის წინააღმდეგ სასამართლოში 26 მარტამდე საჩივარს შეიტანს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კი კონტროლის პალატის ყველა გადაწყვეტილების სამართლებრივ შესწავლას აპირებს.